რეალურად ძალიან სამწუხარო ამბავთან გვაქვს საქმე, რაღაცა ძალიან მძიმე სურათი ხარ, რასაც ჩვენ უყურებთ. რეალურად თავიდანვე ვამბობდით, რომ სამწუხაროდ საზოგადოების გულგრილობა ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როცა ამდენი მაღაროელების, მუშების მდგომარეობა აშკარაა, რომ გაუსაძლისი გახდა, გაყარეს ხალხი 3500-ზე მეტი ადამიანი. ერთადერთი სარჩო, რაც კი რაიონში ქონდა, დააკარგინეს. მთელი რაიონის რესურსი ჩაგდებული აქვს ხელში. სინამდვილეში ოცნების ფინანსური ელიტის შემადგენლობას, ოცნების ბობოლა ფეოდალებს და ამ რესურსის მოპოვებაზე, რომ ხალხი ითხოვს უკეთესი პირობების დაწესებას და ხალხისთვის ადამიანური პირობების შექმნას, იმ ხალხისთვის, ვინც გაუსაძლის რეალობაში მაღაროებში მუშაობენ, ამის პასუხად გააჩერეს მთელი წარმოება, გაყარეს სამსახურებიდან მთელი შემადგენლობა და ცალ-ცალკე უკვე ცდილობდნენ ელაპარაკათ ნაწილთან შემადგენლობის, რომ ისინი უკან დაებრუნებინათ და ამ გზით ცდილობდნენ გაეყოთ პროტესტის მონაწილეების ნება, გაეტეხათ, ნაწილი ჩამოეშორებინათ და გაეყოთ როგორ ის ხელფასის გარეშე, მაგ ხელფასი ცხოვრობდა ის ხალხი, ოჯახები, შვილები ყავს სახში, პური უნდა მიიტანა და მაგ ხელფასი ცხოვრობდა და ეხლა გავიდა ერთი თვე მეორე ბანკის ვალები აქვს ხო და ვიღაც მშიერი ყავს ბავშვი და მასე ნაწილს აგდებენ იმ მდგომარეობაში, რომ ვიღაცა ფიქრობს, რომ იძულებულია სხვა გზა აღარ აქვს და მოდი დავიწყებ, ხო? და მაგზით მეორე ნაწილი კიდევ უფრო სუსტდება, ვინც არ თანხდება, რჩება ქუჩაში თან ისე რომ ვიღაცა თქვათ დასაქმდა და ამას სხვა გზა რო აღარ აქვს. ამის იქმედებები უფრო ემოციური ხდება ვიდრე იყო, იმიტომ რომ თან გამოსავალსაც უფრო ნაკლებად ხედავს და იძულებული ხდება ხა რომ წარმოვიდგინოთ რომ რაღაც ომში ხარ და 100,000 კაცი ხარ და გაქვს ერთი ძალის ხმევა გიწევს მაგ შემთხვევაში ბრძოლის მოსაგება და დარჩი 1000 კაცი გვესმის რომ რაღაცა უფრო დიდ თავგანწირვაზე თუ არ წახვედი წააგებ, ხო? ამიტომ ამათი მდგომარეობა უფრო ემოციური ხდება და ამ ემოციური მდგომარეობის ფონზე იქ დაძაბული ფონი თვეები გრძელდება ხალხს რავი სახში საჭმელი ვერ მიაქვს და ვიღაცა შეიძლება როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, აგდებული პასუხები, აგდებული ლაპარაკი იქ უხეში ურთიერთობები. გასაგებია ეს რაც მოვიდეთ და რა პროვოკაციაც იყო თუნდაც ან თუ პროვოკაციაც რო არ ყოფილიყო მსგავსი ტიპის დაძაბულ სიტუაციაში, გასაგებია რაც მოვიდეთ ამ დაკავებულ ადამიანებს, რა ქმედებაც განახორციელეს, ესეც გასაგებია, ხო? ხო, ანუ მანდ რა არის, იცი, ეხა სისტემის ფინანსური ინტერესია სინამდვილეში. მანდ ვიღაცები რო აორგანიზებენ, ის ხალხი რისკავს. ეს ხალხი რისკავს სინამდვილეში ყველასთვის. ცხადი ახლა ყველა აქტივისტი, ყველა მონაწილე, ყველა ვინც პროტესტს აცხადებს, ყველა რისკის ქვეშ არის და განსაკუთრებით ახლა ვინც პირდაპირ ორგანიზატორის ფუნქციას იღებს და წინა ხაზზე დგას მაგ ბრძოლაში, ის ძალიან დიდი დარტყმის და საფრთხის ქვეშ დგას და მაშინვე ჩანდა ახლა თავიდან რომ იწყებოდა ეს პროტესტი, რომ ეს ხალხი საფრთხის ქვეშ იდგა და ამ ხალხის საფრთხე გამომდინარეობს იქიდან, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება ჩართული თავისი თუნდაც შეწუხებით, თუნდაც სოციალური ქსელებში აქტიურობით, თუნდაც ახლა აქ ჩამოვიდნენ ისინი, გააპროტესტეს, ცადეს თბილისში გადმოტანა პროტესტის და მაშინ ახლა ძალიან უკმაყოფილო განწყობა დაგვრჩა ჩვენ რომ მისულები რო ვიყავით, რომ არ იყო თბილისში იმ რაოდენობის ხალხი გამოსული და არ იყო ის სათანადო რაღაც თანადგომა თბილისიდან, ხო? რაც უფრო გულგრილი იქნება დანარჩენი მოსახლეობა, მით უფრო სინამდვილეში იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით პროტესტის წინა ხაზზე დგანან, ის ადამიანები მაგით იწირებიან საფრთხეზე და აგერ რეალობა ძალიან სამწუხარო რეალობა სახეზეა, რომ რა ვიცი, დააპატიმრეს ადამიანები, იმიტომ რომ ხელისუფლების ირგვლივ არსებული ფინანსური ელიტის ფინანსურ ინტერესებს დაარტყეს. და ეგრე გატეხავენ, ვიღაცებს დააშინებენ, ვიღაცებს დააპატიმრებენ, ვიღაცებს ეტყვია, რომ აი საჭმელი აღარ აქვს სახში და მოდი შენ დასაქმდი. და საბოლოო ჯამში ქვეყნის
დანარჩენი ნაწილის გულგრილობა მიგვიყვანს იქამდე, რომ მოსახლეობის ნებას გატეხავენ, საკუთრება მთელი რაიონისკენ მთელი სახელმწიფოს მნიშვნელობის საკუთრება როა იქ. ეგ იქნება ერთეულების ხელში, ის ერთეულები იქნებიან, ახლა უყურებდი სიუჟეტებს და გამაოგნებელი რაღაც უსამართლობის შინაარსი ქონა ამ სიუჟეტებს, რა ვიცი, ყურებაც ძნელია, სამთავრობო არხები რეებს კადრულობენ იმათ მიმართ ახლა რაღაცა მაღაროელები გამოდიან რაღაცა პროტესტს აცხადებენ და გაშავებას რო ცდილობ და რაღაცა რა ვიცი რა მასეთი ინტერესი უნდა გქონდეს იდეაში შეიძლება გაჩნდეს კითხვა რომ აი მაგალითად მაღაროელებს რომლებსაც ცდილობენ უკეთესი უბრალოდ ცოტა უკეთესი ხელფასები და რაღაც პირობები უზრუნველყონ რომ აი ეს ქონება თქვათ ეკუთვნოდეს სახელმწიფოს მაგას ითხოვენ ხო ჩდება კითხვა რა ეგეთი ინტერესი გაქვს და რა ინტერესი აქვს და მაგალითად რუსთავიორის ფლობელი ვინც არის ის არის მაღარო მაგ ლიცენზიის მარგანეცის ლიცენზიის მოპოვების ლიცენზიის თანამფლობელი ამ თავისია ამ ოცნების არის იმედი პოსტივი რუსთავიორი მაგათია და მაგათ მადანს ითხოვენ იქ მაღაროელები რომ ეგ მადანი მოდი ქვეყნის იყოს და თქვენ კიდე რაღაც ქვეყნის რო იქნება რაღაც ქვეყანა იყოს პასუხისმგებელი იმაზე რომ წესიერი ხელფასები იყოს აქ მუშებისთვის და რაღაცა წესიერი პირობები ნაწილი მოხმარდეს რაიონს. მაგას რო ითხოვენ ახლა რა ვიცი რუსთავიორის ფლობელის არის ეგ მაღაროები. და თავის ეს ამას ართმევ რეალურად, ხო? და არა მარტო რუსთავიორის ფლობელი, რუსთავიორის ფლობელი არის თლიანად აი მოცნების ელიტის, ივანიშვილის და მისი ფინანსური ელიტის უბრალოდ მოხელე ბიზნეს სექტორში ის რაღაცა ის კი არ არის რაღაცა მართლა ბიზნესმენი იმ გაგებით კი არ არის როგორც არ ვიცი სადაც მასკია მაგალითად ბიზნესმენი და თავისი რაღაცა ბიზნეს იმპერია აქვს ეს არის უბრალოდ მოხელე ამას აბარებ მაგალითად აი ეს ბიზნესი შენ მართე ოღონდ ეს არის ბიზნესი ოცნების ელიტის ჯამურად რაღაცა აქედან გამომდინარე საკითხი დგას ეგრე თქვენ ხალხო ამ სისტემას ჭირდებით ღარიბებად გამოუვალ მდგომარეობაში არჩევნები რომ მოვა რო გიჭირდეთ და ის რაღაც კაპიკები რომლებსაც არჩევნებზე ან შემოგთავაზებენ ან რომლის დაკარგვის საფრთხეც დაგიდგება თქვენთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყოს რომ სხვა გზა არ გქონდეთ და ესენი მაგის მეშვეობით იყვნენ ამ ქვეყნის ფეოდალი მეპატრონეები აი ეგ ჭირდება თქვენ არ ჭირდებით ამ ხალხს რაც წარმატებულები არ ჭირდებით ამ ხალხს ფინანსურად დამოუკიდებლები ფინანსურად დამოუკიდებელი თუ გახდა ეს ხალხი და მართლა ეხა ჭიათურაში მაღაროებიდან ამოღებული მადანი თუ ქვეყანას ეკუთვნის და ამას საკითხი დაუყენენ ჩვეულებრივმა ადამიანმა მე შენსას კი არ ვიღებ რაღაცას ეს რაღაც საერთოა და რაღაცა ვერ წამართმე ხო ეგრე ნუ უკონტროლო ხდება მე ადამიანის არჩევანი ამიტომ სინამდვილეში მათ შორის ეხა ხშირ შემთხვევაში გვეუბნებიან ხოლმე რომ აი რაღაცა რა შეიძლება გაკეთდეს როგორ შეიძლება ეს გადაწყდეს აი მაგალითად გუშინაც წერდნენ მიგრაციაზე წერდნენ რომ აი ეს მიგრაციაზე საუბრები კაია მაგრამ აი მოდი აქცია მოვაწყოთ აქცია ქმედებებში ხო უნდა გადავიდეს აი ხო უნდა გვესმოდეს აი აქცია როგორი ქმედება იცი მარტო აქცია აი რა ვიცი გამოხვედი მოითხოვე მიგრაცია აღარ იყოს მოგისმინეს და წახვედი სახში დაიღალა უბრალოდ ხალხი და ნუ არის ისე მიგრაცია და რა ხდება აი ჩვენ მაგალითად პარტია გაგვიქვნის შარშან და გამოვიდით აქციით და ნუ მოგვისმინეს გვიყურეს და წავედით და ისევ აქვენა პარტია ხო რავი აგერ იგეგმება არჩევნები და მან გამოსავალი არის რომ არჩევნებზე არ მიცე ამას ხმა აბა არჩევნებზე რომ მიცემ ხმას და გასაგებია რანაირი შინაარსი რა ვიცი ეგ მაღაროები იმას ეკუთვნის და გასაგებია რომ ის გაგდებს ხელისუფლება გაგდებს მაგ დღეში არჩევნებზე რომ მისცემ ხმას ცხადია ძალაუფლება გაიმყარა უარეს დღეში ჩაგაგდებს ხო და ყველა სფეროზე მიგრაცია იქნება კურიერები იქნება გამოსავალი არის უნდა ფორმირდეს ალტერნატიული პოლიტიკური სპექტრი და ხმა აღარ უნდა მისცე ამას ეს უნდა დაასუსტო მაგითი სხვა მექანიზმი იმისა რომ ამას გამოგლიჯო ძალაუფლება და აიძულო გისმინოს არ არსებობს და ჩვენ სამწუხარო ნუ ჯერჯერობით იმედი ამას შევცვლით მაგრამ ჯერჯერობით ვართ იმ მდგომარეობაში რომ ხელისუფლება მისე გაიმყარა ვითარება რომ ნუ ატარე აქციები და იყავი
თუ ძალიან შემაწუხებელი გახდები, მის ფინანსურ ინტერესებს თუ ძალიან შეაწუხებ, აგერ, რა ვიცი, ვინც ამ ყველაფერს სათავეში ჩაუდგება იმ ხალხს, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ამ ბრძოლაში, იმათ აგერ დააკავებენ, გაუშვებენ ციხეში და მე იმის იმედი ექნებათ, რომ ხალხსაც რეაქცია არ ექნება, რავი, ეხლა სადღაც შორს ვიღაცა დააკავეს, ხო, ხდება ხოლმე და ცოტა ხანი ინერვიულებს ხალხი, მე ჩათვლის არაუშავსო და მე წავა ისევ და არჩევნებზე მიცემს ოცნებას ხვას და სანამ მაგას ვიმეორებთ, სანამ ისე არ გავბრაზდებით, რომ ეხლა ეს ადამიანებიც რომ დააკავეს ჭიათურაში რაც ხდება, კურიერებზე რაც ხდება, ნარკოპოლიტიკაზე რაც ხდება, რა ვიცი, რო გვპირდებოდნენ, აგერ უფასო კვება იქნებაო და ბოლო არჩევნებზე გვპირდებოდნენ, სკოლებში უფასო კვება იქნებაო და სად არის აღარც ახსენებენ და ბავშვები მშივრები რო არიან და ხალხი ქვეყნიდან რო გადის და მათ მაგივრად ნახევარი პაკისტანი რო ჩამოყავთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგაზე რო გაბრაზდები, ეგ უნდა დაკონვერტირდეს სხვაზე ხმის მიცემაში. სხვა გამოსავალი მექანიზმი არ არსებობს და მარტო იმის ფიქრი რომ რაღაც აი ეს არ მომწონს და მოდი აქციაზე გავიდე 1 საათი და დაბრუნე ისე უკან მე სახში და რამე შეიცვლება, ნუ ეგ ეგრე ფაქტია არ მუშაობს, აგერ თვეებია. ჭიათურაში ხალხი აქციებზეა მთელი ქალაქი და ნუ შედეგი ბოლოს დაშალეს ის აქციები დაყვეს ერთმანეთს დაუპირისპირეს მოსახლეობა და ნაწილი აგერ ჩხუბი მოახდინეს პროვოკაცია მოახდინეს ჩხუბის გამო ვინც აქტიურია და ვინც აორგანიზებს ისინი ციხეში გაუშვეს ეგ არის სამწუხარო რეალობა საერთო გულგრილობის და იმ წარმოდგენის რომ რამე გარდა ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯის გადადგმის არჩევნებზე რამე დრამატულად შეცვლის ვითარებას. მოეშვას ეს ხალხი, ოცნების მხარდამჭერი ხარ თუ ვისი მხარდამჭერი ხარ, ჩვეულებრივი ადამიანი თუ ხარ, მოეშვი კაცო ამ რაღაცა ჩხიკინს და რაღაცის ძებნას, რაღაცა ის რა ქვია, ამ ხალხის ბიოგრაფიაში რაღაცა კერძო საკუთრებების ძიებას და რას მაიმუნობთ, არა თქვენი საქმეა. ხალხი გამოსულია აყენებს გასაგებ მოთხოვნებს. ამაში რა ვიცი, გულგრილი არ უნდა იყო, უნდა შეწუხდე რომ გაჭირვებული ხალხი ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რაღაცა ერთი პოსტი და ერთი რაღაცა კომენტარით მაინც ხარი დაუჭირო, თუ მეც ვერ აკეთებ. ან ხმა არ მოიღო მაინც და რაღაც ოცნება გავაყრავო ახლა და იქ მაღაროელები სახში ბავშვები მშივრები ყავდა, მაგას წინააღმდეგ რაღაცა დავწერო, ხო, მაგას მოეშვით და რაც უფრო აი გულგრილი არ იქნება საზოგადოება და ეხლა ამ ძიმე მდგომარეობაზე რომ ხალხი დაიჭირეს, წლობით ციხე ემუქრება და შიმშილობა დაიწყეს, ამაზე გულგრილები არ იქნება და რაღაცა მხარდაჭერას, რასაც შეძლებენ, გამოუხატავენ, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაიონისთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის რაღაცა სამართალი დადგება და ეგ არის გამოსავალი, მეტი გამოსავალი არ არის, რომ დაინახავთ ეხლა ვიღაცა ამაზრზენ ადამიანს, რომელიც ამასთან ხო პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის, არა ეს ხო არ არის ხა რაღაც ნაცები და ვიღაცა ებრძვიან ერთმანეთს. ეს არის ხალხი მუშები არიან, უჭირთ მდგომარეობა, ცუდი მდგომარეობა და ცდილობს რაღაც სახში საჭმელი მიიტანოს, მასეთ მდგომარეობა შექმნას. ამაში ნურევთ პოლიტიკას. ეს არის მოცემულობა, სადაც ცხადი უნდა იყოს, ვისკენ უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი, უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანებისკენ. ეგრე უნდა დააყენოს საკითხი ამ ხალხმა და მასე თუ დააყენებენ ბევრი თუ დააყენებს და კიდე სათანადო სახელს დაარქმევს იმ რაღაცა ვირიშვილებს, რომლებიც შემოდიან მე კომენტარები იქნება თუ სოციქსელები იქნება და რაღაცა ამაზრზენი გაправებები ცდილობენ რაღაცა მილიონერების ინტერესების გაправებას, რომელმაც ჩაიგდეს მთელი ქვეყნის ქონება. როცა ამ ხალხს სათანადო სახელს დაარქმევენ და სოლიდარობას გამოუხატავენ, გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ხალხს, ნუ მე იქნება შანსი რომ რამე გამოსწორდეს.